ჩვენი მთელი დანაზოგი ბიბოს დავახარჯეთ. და აი ეს მოხდა. ვინც არ იცით, მე და ლევანი ვთამაშობთ სპექტაკლებში, სპექტაკლებიდან დავდივართ გასტროლებზე და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი სამსახური. ამასთან ვაწარმოებთ და ვყიდით ბიბოებს. დაახლოებით 5 თვის დაგროვილი ფულით გქონდა არჩევანი, რომ ან ზაფხულში ძალიან კარგად დაგვესვენა და ბევრ ადგილას წავსულიყავით, ან გვეპოვნა ჩვენი საკუთარი საწარმო და ინვესტიცია ჩაგვედო მთლიანად ბიბოში. რა თქმა უნდა, ჩვენ მეორე ვარიანტი ავირჩიეთ, არანაირად არ ვნანობთ ამას. ზაფხულში, როდესაც ყველა გვირჩევდა, რომ გავჩერებულიყავით, რადგან გაყიდვები ამ დროს მცირდებოდა, ყველა მიდიოდა თბილისიდან, წარმოება ხდებოდა უფრო რთული სიცხეების გამო. ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, არ გავჩერებულიყავით და პირიქით წავსულიყავით წინ. დღეს იმაზე 10ჯერ უფრო წინ ვართ, ვიდრე ვიყავით თუნდაც 1 თვის უკან. სწორედ ამიტომ შევქმნით ეს აკაუნთი, რომ თქვენთვის გაგვეზიარებინა ყველა პატარა წინსვლა და ყველა ეტაპი, რაც გამოვიარეთ და არაფერი დარჩენილიყო კადრს მიღმა. ამ ვიდეოს განმავლობაში ეს ბიბო უნდა მეჭამა, ვეღარ მოვიცალე და მოდი ვიდეოს ბოლოს მაინც დავაგემოვნებ ჩვენ ულამაზეს მოცვის ბიბოს. არა, მართლაც უგემრიელესია.